სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს ხარებას. ჩვენ გილოცავთ მამა. და დღეს როგორც ხედავთ ხარება კვირა დღეს დაემთხვა. საყვარელად ჩავხსნა და ჩვენ სანამ დავიწყებდეთ გადაგებას უნდა ერთი საკითხი გავიხსენოთ. ორი საკითხი. გადაგებებს, ჩემს გადაგებებს მოყვება ხოლმე რაღაცა კომენტარებს წერენ, ზოგი ძალიან უცბელად მომიხსენიებს, ნუ ძირითადად უხარია თავს ეგზელობას ვისურვებს და ართმაიდებლობის გადაგების გამო, მაგრამ არიან გამოხდებიან ისეთები, რომლებიც ძალიან გულანძღავენ და ძალიან გვაგინებენ. მე არ ვუკეთებ არანაირ კომენტარს, იმიტომ რომ ჩემი გადაგებები არის გათვალისწინებული მართლმადიდებლების, ჩემ მრევლისთვის. ნუ ყოველ შემთხვევაში მრევლისთვის, ვინც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. აი ამათგან არის ჩემი გადაგება მიმართული. ამიტომ და ესენი ვინც ჩვენ გულანძღავენ, რომ შედის მრევლი და პოულობთ ვინ არიან იეჰოვას მოწმეები, კათოლიკები, პროტესტანტები, კიდე სხვა ნურჯულის ხალხი, ათეისტი იშვიათად და ჰომოსექსუალისტი. ამიტომ მე რა ვიცი მივმართავ მათ, რომ ჩემი სიტყვა არ გეკუთვნით თქვენ, ამიტომ უსმენეთ ჩემ გადაგებას თუ ნერვები ეშლება და ასე შემდეგ. ჩემი გადაგება არ არის მათად. თუ ახლა მიიღებენ, ყველასთვის არის, მაგრამ და ჯერჯი ჩემი გადაგება არ არის. თლიანად ვარ დაკნობილი წმინდა მამათა ნაშრომით. თლიანად ერთი სიტყვა არ არის ქრისტიანულ იდეაში რაღაცა ჩემი და გადაბრუნებული და თლიანად. ხოლო ის ავსენი და იცი თქვენ რომ გადაგების გარდა რაღაც სხვასრულ ლაპარაკობ ეხებიდი სასტუმროები თუ რაღაც სხვა საკითხზე რაღაც თემებს ეს არ არის გადაგება კაცო ეს უბრალოდ ლაპარაკია გულახდილი მრევლთან იქ ნუ გამოგულანძღეს რომ რას ქვიაო ევროპაში საუკეთესო ისაო რა ქვია სასტუმრო საქართველოშიო უცნაურია ქართველ კაცს რატო უნდა გწინდეს მანო და დანო რომ ევროპაში ყველა საუკეთესო სასტუმრო არის საქართველოში როგორ უნდა გწინდეს ესე იგი სულით ქართველებიც არ არის მანო და დანო მეო მირჩებია უბრალო სასტუმროები იყოსო და რატო კაცო იყოს კარგი და ყველაფერი კარგი გვერდჩიოს ნუ კაი მათ კომენტარებს მე არ ვაკეთებ გული და სულით უსურვებ ესე იგი უსურვებ რა ქვია მოქცევას და ბედნიერებას და ჯანმრთელობას ზმანო და და ეს ერთი ზმანო და უბრალოდ იცოდეთ რომ მე კომენტარებს მაგათ არ ვუკეთებ იმიტომ რომ მათ არ აინტერესებს ახლა ეს კაცი შეიძლება მართლმადიდებელი იმათ ვამბობ და იეჰოვას მოწმეებს და ესენი მე ხმართ ჩემი რწმენით ეს არ არის რაღაცა შეურაცხყოფა მათი ჩემი რწმენა მაქვს მე ესეთი მე ხმართ წავს არც ერთი ქართველი რომელიც არ არის მართლმადიდებელი შეიძლება მათ უყვართ საქართველოს იეჰოვას მოწმეებს არ ამგონია უყვართ საქართველოს მაგრამ ნუ იქ მუსულმანებს აქვს პრეტენზია ქართველი მუსულმანებს რომ ვიყვარს საქართველოს იქ ათეისტებმაც შეიძლება თქვას მიყვარს საქართველოს და მე მჯერა უფრო მათი კიდე რაღაც დონეზე მაგრამ მე ღრმად წავს მისტიურ დონეზე ძმანო და დანო არც ერთი ქართველი რომელიც არ არის მართლმადიდებელი ის შინაგანად მტერია საქართველოს ზმანო და და თუ მუსლიმი ქართველია კეთილი ინება და გახდი მართლმადიდებელი იმიტომ რომ ჩვენ მივწერეთ ერთხელ გამათი ქონდა მუსლიმ ქართველს და ქართველმა ახალგაზრდა ბიჭმა მუსლიმმა თქვა ჩვენ გითხეთ თურქეთს საქართველოს ომი რო დაიწყოს ვისკენ იქნებიო აი ესე და ესე თუ იქნება სიტუაცია თურქეთისკენო აი ესე და ესე თუ იქნება ქართველი ამბობს თურქეთისკენ ვიქნები მეო ეს თუ ქართველობაა მაშინ თუ ესეთი აზრი არ აქვს სხვებს რა ვიცი ჩვენ ერთ-ერთ მუსლიმანს დავეკითხეთ ძალიან კაი მაგრამ რაღაც დიდი ეჭვია რომ
რაღაცა ესე და ესე სიტუაციების დროს ძალიან ადვილად შეიძლება დადგნენ თურქეთის გვერდს და ქართველი კაცი რომ თურქეთის გვერდით დადგება და ქართველების წინააღმდეგ იბრძოლებს ეს თურქა ქართველობა იბათ ესე მე მართავს რომ ნამდვილი ქართველი არის მართლმადიდებელი ქართველი ზმანო და ეს არის საქართველო და ერთი მეორე საკითხი ეს არის დეკანოზი თამაზ ლომიძე დელი დეკანოზი თამაზ ლომიძე გერმანიიდან მე დიდი ხანია ის ანტიქართულ სიტყვებს ამბობს კიდე გიმეორებ ჩემი კოლეგა და გულიდასრული ყველას უსრულებ და მასაც უსრულებ გონებაზე მოსვლას ბედნიერებას ჯანმრთელობას და გახარებას მაგრამ დეკანოზი თამაზ ლომიძეს უკვე თავს გაუვიდა ზმანოდა და ჯერ გადაგვაყოლა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აქო დაადიდა როცა კამათები იყო და ჩვენი პატრიარქი იმ რომ უნდა კრება გახსოვთ ახლა აღარ დავსწრებ მანდები კრეტის საქმეზე პატრიარქი წინ აღუდგა იმ ჟულებას რაც უნდა და ჩვენ პატრიარქს ლანძღავდა და ვითომ არ ახსენებდა მაგრამ ესე გამოდიოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ადიდებდა და აკრებდა და ამბობდა რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არის ჩვენი მომავალ რაღაცებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უნდა იცოდეთ რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მიიღო აფხაზის სასულიერო პირები და დიდხანს ჰქონდათ საუბარი და ესაუბრნენ და როგორც ვიცით ინფორმაციით მათ მომავალში დაპირდა რა დაპირდა ალბათ რაღაც სიკეთეს ჭალებში გამიგე როგორც უკრაინის ამბებში ჩაერია ეს ჩაერევა ის აფხაზეთის ამბებში და ასევე საპატრიარქო კონსტანტინოპოლის ამბობს რომ ტაო-კლარჯეთი მეკუთვნის მე იმიტომ რომ მე ვარ პატრიარქი სრულიად თურქეთისა და სოფლიო პატრიარქი გამიგე ასე რომ გარდა ამისა დეკანოზ თამაზ ლომიძე ბევრი ანტიქრისტიანული ბევრი ანტიპატრიოტული სიტყვა უყვავს ქადაგებს და ამ ბოლო დროს დაიწყო პატრიარქის ლანძღვა და ეხლა პირდაპირ ზმანოდა დანო თქვენ იცით პატრიარქმა და სინოდმა მთავრობას მიწერა წლის დასასრულს 2018-ის თხოვნი რომ 12 მაისს ანდრიობას დაწესდეს ასევე დღესასწაული ესე იგი სახელმწიფო დონეზე საქართველოს ღვთისმშობლის წილხდომი ქვეყანა რო არის ესე იგი ამ წილხდომობის დღესასწაული ზმანოდა და ძალიან სასიხარულოა რომ მთავრობამ აი ამ დღეებში გაცხადა განაც ესე იგი დათანხმდა ამაზე და ერთ-ერთ ესე იგი შეკრებაზე პარლამენტი დაადგენს და დაამტკიცებს 12 მაისს იქნება დღესასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაული ამაზე გაგიჩნდა ეს დეკანოზი ადგა დაწერა უშუალებელი წერილი ახალ ცხენიათო ყველა ქრისტიანები ხართ გესმით ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაში ცხოვრო დღესასწაული მთავრობამ და ერმა და ბერმა ერთ ხმად დაადგინა პატრიარქის მეთაურობით და მიწასთან გაგვასწორა ყველა ქრისტიანები ხართ აი ესეთი რამ ხდება მაგრამ მე რატო ამბობ აი სახე მოდერნისტი სასულიერო პირის მართლმადიდებელი ზმანოდა და ლიბერალური ფრთის წარმომადგენლის ამან ახლა მედი გაბედა სხვა ზოგიერთი ვერ ბედავს აი რასა რა დონეზე მივლენ ეგეთი ზმანოდა და რომ ყოველგვარ ქართულს და მართლმადიდებელს გაანადგურებენ ლომიცემ ბევრი გავედა, მაგრამ იცოდეთ, ზოგიერთი სასულიერო პირია, რომ წამოყოს პატარა ფრთები და დაიწყეს გამოყოს თავი. უკვე ეს ის ხალხია, რომლებიც იცახიან, გადავიდეთ ახალ სტილზე, რატომ გახსოვსებ ერთისთვის უკან აწყდა ერთი ამბავი. ჯერ ერთმა მერე მეორე მერე მესამე მერე მეოთხე რამოდენიმე სასულიერო პირმა დაიწყო გადავიდეთ ახალ სტილზე, რაღაცაშია საქმე ერთად რაღაცა ხდება. ეს ანტიქრისტიანული ძალები რო უტევენ ეკლესიას ზმანოდა დანო შიგნითაც ყავთ თავიანთი ხალხი ამაზე არ დავწმუნდები ახლა ახალ სტილზე გადასვლას რა მოყვება და საბერძნეთის ეკლესია კინაღამ დაიძრა და ესე იგი აქაც უნდა ეს ავარეულება მიზეზი თან ერთია ხო რაღაცა უნდა მიზეზი ერთი ახალ წელს რატომ არ უნდა ჭამოსო მორწმუნეა ხორცი და ბოჭის ხორცი აი რა დონეზე არის ზმანოდა და წარმოიდგინე და არა მარტო ეს კიდე სხვა უამრავი რამ რომელიც დაიწყეს და როგორც ეთყობა რომ იმის მაგრატო ერთად გავერთიანდეთ აქედა შიგნით დაიწყეს
კარების გახსნა და მტრის შემოშვება ძმანო და და. აი სახე არის ეს დეკანოზი თამაზ რომიზე რო წაიკითხოთ მის წერი ვერ დაიჭერებ უბრალოდ. მიწასთან ასწორებს პატრიარქს, სინოდს, ყველა მდევს, ყველა ვისაც უხარია რომ ღვთისმშობლის წინხვედრია საქართველო. ესეთი რამე გაიგია დღეს. კარგი, დღეს დიდებული დღეა. მოკლედ შევეხმიანოთ ძმანო და დანო. თქვენ იცით რომ პირველი აღთქმა მე ამას ხშირად ვიმეორებ. მესამე ბიბლიის პირველ წიგნში მესამეს მე-15-ში წერია ჩამოვაგდებ ტრობას ბოლო ძალას ეუბნება ეშმაკს ღმერთი ჩამოვაგდებ ტრობას შენსა და დედაკაცს შორის და შენ თესლსა და მის თესლს შორის ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლა. ესე იგი ეს დედაკაცი არის ღვთისმშობელი. მე ნახეთ რომ ეს აღმოჩნდა ახალ აღთქმაში უკვე და ჩვენი გადასახედი და ეს წინასწარმეტყველება ახდა მისი ნაშრომი ქრისტია, მისი ნაშრომი განკაცებული ღმერთია ძმანო და დანო და აი კაცობრიობა ელოდა ესე იგი დაბადებას, თუმცა სეითის შთამომავლები ელოდნენ კაენის შთამომავლებმა დაივიწყეს ღმერთი, მაგრამ საბოლოოდ აბრაამამდე დავიდა ის კაცობრიობა, აბრაამამდე მის ოჯახამდე დავიდა ის კაცობრიობა, რომელიც ელოდებოდა მესიას. დანარჩენმა ყველამ დაივიწყა ძმანო და დანო. და შემდეგ აბრაამის შემდეგ ძმანო და დანო ესე იგი საწუნოება ღმერთმა იცით ჩვენ ბიბლიიდან ეს ისტორია ღმერთმა გამოირჩია ებრაელი ერი და ეს მარტო ყველამ დაივიწყა და ებრაელი ერი ელოდა მესიას ძმანო და დანო. მაგრამ თქვენ იცით რომ ებრაელობა დიდმა ნაწილმა არ მიიღო მესია. რატომ რაშია საქმე? თქვენ იცით რომ ქრისტეს მოსვლამდე უკვე შერხნილი იყო გაგება მესიისა ებრაელ ხალხში ძმანო და დანო. აი ამის დადასტურება თვით მოციქულებსაც არ ესმოდა. რა იყო მესიის სამეფო რომ მოვიდოდა და რა იქნებოდა ესე იგი ღვთის სასუფეველი არ ესმოდა, მიწიერად ჯეროდა. აი მაგალითი და მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი ქრისტესთან იაკობი და იოანე და უთხრეს მოწყარო გვინდა შეგვისრულო რასაც გთხოვ მან უთხრა მათ რა გინდათ რომ შეგისრულო მათ უთხრეს მას ნება მოგვეცით ერთი ჩვენთაგანი შენს მარჯვნივ დაჭდეს ესე იგი უკვე რომ სამეფოს შენს სასუფეველშიო შენს მეუფების ქვეყანაშიო მეორე მარცხნივ შენს დიდებაში იესო უთხრა მათ არ იცი რას ითხოვთ ძმანო და დანო. გამიგეთ? იმიტომ რომ რა მოხდებოდა, როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი მერე უნდა განცხადებულიყო. გამიგეთ? და სამწუხაროდ ებრაელობას ესმოდა ესე, რომ ისინი იქნებოდნენ გაბატონებული ერი მთელ მსოფლიოში და დანარჩენი მათ ფეხქვეშ დაეგებოდნენ და ეს მოყავდა არასწორად ჰქონდათ გაგებული, რადგან ბიბლიაში არის რამოდენიმე ადგილებში ჩვენ ძალიან ბევრჯერ გაგვიხილია ეს საკითხი, რომ ისრაელი იქნება გამარჯვებული ყველაზე მეტად, სხვებზე მეტად და მარადიული იქნება მათი გამარჯვება. მაგრამ ჩვენ ესეც ავხსენეთ რას ნიშნავს. ახალ აღთქმაში აი ზუსტად რას ნიშნავს, რატო დაარქვა ღმერთმა ისრაელი ებრაელებს. იმიტომ დაარქვა, აი ნახეთ, ისრაელი რას ნიშნავს? თქვენ გახსოვთ, იაკობი დაეჭიდა ღმერთს დაღამებამდე. იაკობი დაეჭიდა ღმერთს და გათენებამდე, ესე იგი, ჭიდაობდა. ასე ვთქვა, და ჭიდაობდა. და ღმერთმა დაჭრა ბარძახში, მარჯვენა ბარძახში, თეძოსთან. და გამიშვიო უთხრა უფალმა. და იაკობმა უთხრა არ გაგიშვებს სანამ არ მაკურთხებო. ანუ ეს და შენ ქვიაო ამიერიდან ისრაელო, ანუ ღმერთთან მორკინა. ოღონ სუდად გაგებით კი არა მებრძოლი მორკინა. ღმერთთან ახლოს ყოფი, ღმერთთან ჩაჭიდებული, ღმერთთან ყოფს ნიშნავს შინას. გამიგეთ ძმანო და დანო. ასე რომ ისრაელი ნიშნავს ღმერთთან ყოფს. ამიტომ ეს არ არის მარტო ებრაელებს, იმიტომ დაარქვა ებრაელებში შემდგომ ებრაელებს შეუერთდა
ძალიან ბევრი ეგვიპტელი გახსოვთ თქვენ არა ძალიან ბევრი მიდიელი ძალიან ბევრი ებისელებიდან თომიდან და ასე შემდეგ და რამდენია კიდევ რომ ინდივიდუალურად უერთდებოდა ხო რაჰაბ მეძავი ხო რუთი დავითის ბებიები და ასე შემდეგ ძმანოდანო და ასე შემდეგ ესენი ხო წარმართები იყვნენ მაგრამ შეუერთდნენ და ესენი ყველანი იყვნენ ესე იგი ვინც იწამა ჭეშმარიტი ღმერთი ეგვიპტელი იქნებოდა ებრაელი მიდიელი თუ სხვა ძმანოდანო ყველანი იყვნენ ისრაელი ხოლო ახალ აღთქმაში უკვე მესიამ რო იქადაგა ისრაელი არის უკვე ვართ ქრისტიანი განურჩევლად ებრაელი იქნება ქართველი რუსი სომეხი თუ ვინცაი ფრანკი თუ ინგლისელი ისრაელი არის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ძმანოდანო და ის მეუღლება ისრაელი რო გაიმარჯვებს და მარადიულად იქნება ეს იქნება მეორედ მოსვლის შემდეგ აპოკალიფსში ჩვენ ვიცით ბოლო თავებში ვკითხულობ და ვიცით ეს როგორ და რანაირად იქნება ამიტომ ძმანოდანო დღეს ეს აზრი რომ ანტიქრისტიანული ძალების აზრი რომ მესიას ელოდებიან და მესია მოვა ეს უბრალოდ სამარცხვინოა და სასაცილოა ძმანოდანო ეს მესია ვიცი ჩვენ იქნება ანტიქრისტე ძალიან ბევრ ადგილზეა ძმანოდანო რომ ესე იგი ბიბლიაში ძველ აღთქმაში რომ უფალი არ არის მიკერძოებით რომელიმე ერზე არამედ უფალი არის ყველას ფარველი თუ ჩვენ უამრავი ამ მაგალითი მოგვიტანია აი კიდევ ერთი რამ დღეს იოანეს კიბის აღწერელია და კიბია ხო და აი გამახსენდა ეს კიბე ძველ აღთქმაში და კიდევ დასკური იმისა რომ მარტო ებრაელებზე არ არის ხო ესე იგი ძველ აღთქმაში ლოცვა კურთხევა არამედ ყოველ წარმართზე ვინც აღიარებდა ღმერთს გახსოვთ თქვენ ეს ჩვენი იაკობი ანუ ისრაელი რო დაარქვა ღმერთმა რო გაექცა ძმას და მიდიოდა ბიძამისთან ლაბანთან გზაში დაუღამდა მიიწვოდა სასტუმრად ქვა იყო და დაიძინა და მიადგა ერთ ადგილს კითხულობ ბიბლიიდან სადაც დარჩა ღამის გასათევად რადგან მზე უკვე ჩაესვენა აიღო ქვა და დაიდო სასტუმრად დაწვა დასაძინებლად და ეს სიზმრა კიბე იდგა მიწაზე და მისი თავი წდებოდა ცას და ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და უფალი იდგა მასზე ზემოთ და ამბობდა მე ვარ უფალი ღმერთი აბრაამისი შენი მამისა და ღმერთი ისააკისა და იკურთხება შენი იაკობს ეუნები ყოველი შენი შთამომავლობით ყოველი ტომი მიწისა აი ანუ სხვაებიც არა მარტო ებრაელი ყოველი ტომი მიწისა აი ძმანოდანო დაბადების 22 თავის 12-15 მუხლი ამიტომ ეხლა კიდევ ერთ საკითხს შევეხო ებრაელობამ არ მიიღო ქრისტე ნუ როგორ ნაწილმა მიიღო დარჩენილმა პატარა მცირე ნაწილმა მაგრამ არ მიიღო ეხლა ის კითხვა თუ ებრაელებმა არ მიიღეს როგორ არ მიიღეს წარმართება ეს ხო შეუძლებელია ის ვინც იმათ ვინც იწოდა ბიბლია ზეპირად იცით თქვენ ებრაელებს ზეპირად იწოდა თითქმის ბიბლია კლავებზე ჰქონდა დაწერილი ჟულის კანონები შუბლზე წელზე სულ მუდამ კითხულობდნენ აი ესეთი წესი იყო ის აუცილებელი და ზეპირად იწოდნენ და ვერ იცნეს და წარმართებმა როგორ გამიიღეს გამიგე როგორ გამიიღეს და აი კიდევ გადავალო თვალი დაწერია საქმე მოციქულთაში ძმანოდანო მეორე თავის 53-ში ვკითხულობ ყოველი სული შიშით იყო მოცული და რატოს უსმენდნენ მოციქული მრავალი სასაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ მეოთხე თავში დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალი იესო ქრისტეს აღდგომას და მადლი იყო ყოველ მათგანზე დიდი ძალით ეს სასწაულებს ახდენდნენ ანდა კიდევ შემდგომ თავში მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში და სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები ავადმყოფები ქუჩაში გამოხატდნენ საკაცეებზე საწოლებზე აწვიდნენ რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს
და ყველანი იკურნებოდა ძმანო და დანო. აი რატომ მიიღეს. ფილიპე ჩავიდა სამარიასთან ქალაქში და უქადაგებდა ქრისტეს. ხალხი ებსულებლად უსუგდებდა, რასაც ფილიპე ლაპარაკობდა და ხედავდა რა ნიშნებს ახდენდა იგი. დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში. თვით სიმონ ჯადოქარი, სოფლიო დონის ჯადოქარი. ირწმუნა ჯადოქარი და მოინათლა და აღარ შორდებოდა ფილიპეს და მოხდენილ სასაულებს და ნიშნებს რომ ხედავდა, გაოგნებული იყო. და ახლა რომ აღარ ჩამოთვალოთ პავლე რას აკეთებდა და მერე მოციქულთა ცხოვრებაში ვიცი და მერე მეოთხე საუკუნის საქართველოში რა მოხდა სვეტი ცხოველი და რა სასწაულები ვიხილე და რა ხდებოდა სოფლიო ისტორიას რო დავანებოთ ჩვენთან ძმანო და დანო გრიგოლ ხანძთელის მონასტერში და მონასტრებში პირდაპირ იყო ხედვა ანგელოზები უხილავად ჩამოდიოდნენ ადიოდნენ გრიგოლ ხანძთელს ნიში ჰქონდა პირდაპირ ეს ნათელი ადგა ძმანო და დანო და აგერ 1914 წლამდე საქართველოშიც უდიდესი სასწაული კი ხდებოდა, როცა წმინდა შიომღვიმის ნაწილები და თადეო სტეპანწმინდელის ნაწილები ამოდიოდნენ ძმანო და დანო მათი ხსენების დღეს. ეს ხო ისტორია, ეს ხო ვიცი. პლატონიოსელიან იმას ამბობს, რომ ესეც მე მგონი მე-18 საუკუნეში, ეს მე-18 საუკუნეში შეწყდა, გონია აღარ მახსოვს ზუსტად. ელიას თაზე იქაც კი ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოდიოდა ძმანო და დანო ელიაობას 2 აგვისტოს ილიაობას ძმანო და დანო ესენი აღარ არის სასწაული მაგრამ დღეს ზედაზნეობის დროს ივანეს ზედაზნეობას დღეს ეს ხდება ეს სასწაული ჯერჯერობით შერჩა და არის მიბრძანდი და ნახეთ ათეისტებაც წაიყვანეთ ანახეთ ივანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს სადაც დასაფლავებულია ივანე ისა ზედაზნელის დღეს სადაც დასაფლავებულია წმინდა ივანე მის იმ კედელი სველდება ძმანო და გამიგე იქ სხვა დღესაც არის ბევრი ხალხი ზოგი ამბობს იმიტომ სველდება კედლები მართლაც არის ეს ზოგჯერ სველდება კედლები ზამთარში ბევრი ხალხის გამო მაგრამ იქ ამის გამო კი არ ხდება ძმანო და აი ეს სასწაული ხდება სასწაული იმიტომ რომ იქ არის ზოგჯერ ძალიან ბევრი ხალხი და ეს სასწაული არ ხდება. მის დღეს ხდება სასწაული ძმანო და დანო. უდიდესი სასწაული დავით და კონსტანტინეს ძვლები რომ წმინდა ნაწილები მათ ილოცეს და უთხრეს რომ ჩვენი ნაწილები უფალო დატოვეს ზემოთ მიწის ზემოთ რომ ხალხი მოვიდნენ და ემთხვიონ და თქვენი ცით ქართველები მარხავდნენ წმინდანებს იმიტომ რომ შეურაცხყოფდნენ მუსლიმები წმინდა ნაწილებს წარმოიდგინეთ დავით და კონსტანტინე როდის იყო მე-8 საუკუნეში ძმანო და დანო ზევით იმის შემდეგ სულ ზევით არის ეკლესიაში და წმინდა ნაწილები რა არ გამოვიარეთ ხო რა არ გამოვიარეთ თემურლენგი ნუ რა არ გამოვიარეთ ახლა და არავის შეხებია იმის ნაწილს ერთადერთი გაკადნიერდნენ მერე კომუნისტები იცი თქვენ ეს ისტორია არის მოკლე ფილმი მოკლე ესე დოკუმენტური ფილმი დასცინეს ხალხს იქ სახელებიც კი წერია იმ ჟულოების და გვარებიც ამოხსნეს აიღეს ეს წმინდა ნაწილები ხალხს დასცინეს ამათი გჯერა თუ ამ ზლებისო და ხო ამობთო ჯერდი უკვე 1921 წელი იყო 23 აღარ მახსოვს 24 ეს რო გაბედეს 1924 წელს ჯერდი ამხელად რო გამოვიდა და ეუბნებოდა აი ტყილიაო ესაო ზემოთ რო არისო ეს ნაწილებიო რა არის ტყილი ამდენი საუკუნე გამოვიდა და ხო ჭეშმარიტად ახდა დავით და კონსტანტინეს სიტყვები და ღვთის დასტური მის ცხოვრებაში რომ ეგრე იქნება როგორც თქვენ გინდათ მოკიდეს ძლებს ხელი და უნდა გადაეყარათ იმაში კაცო რიოში და ვითომ დამთავრდებოდა და ანახებდნენ ესე თუ გადაყრიდნენ ხო მორჩა დაიკარგებოდა და ეთქოდნენ აი თუ არის სწორი გამიგე მოკიდეს ხელი თქვენი ცით ეს ისტორია ეს ისტორიაა გადაღებული ეს ფილმი დოკუმენტური წაიღეს და რომ მიაგდნენ სანაპიროს ცოტაღა ეკდა ძმანო და მოიხურა და წამოვიდა ისეთი სეტყვა მუჭის ხელა სეტყვა რომ ვიღასაც ხსოვდა რა ანუ გადაყრა და ისკერა მიატო ეს ყველები და გაიქცენ და მორწმუნეებმა მოგიდეს ხელი ამ წმინდა ნაწილს და დააბრუნეს უკან მე ვარ მომსწრე კომუნისტების დროს რა ხდებოდა 14 ოქტომბერს ძმანო და დანო ქუთაისში აი ჯოიტყვიან გაგანია კომუნისტების დრო რო იყო ძმანო და იმას არავინ არ ეკარებოდა მთელი ქუთაისი იყო მთელი დასავლეთ საქართველო
ეს რა ნახე ერთხელ ვიყავ კომუნისტების თორე ისე ბევრჯერ ეს რა ნახე მთელი დასავლეთ საქართველოს და კიდევ ძალიან ბევრი ესე იგი სულ ყველა იქ იყვნენ გალობდნენ ლოცულობდნენ წირვა მიდიოდა აიწმანდა და უდიდეს სასწაული და კიდევ ბევრი თროთის თაზე მირიან მეფის ტაძარი მირიან მეფემ რომ თქვა აქ ავაშენებ ტაძარს და უკუნისამდე აქ იქნებოდა და მიბრძანდით ეგ თროთის თაზე და ნახე თუ არ სრულდება მირიან მეფის ეს წინასწარმეტყველება ზმანოდა და მე მინდა რომ ჩვენ მე მინდა ზმანოდა დანო რომ ჩვენ ყოველთვის ვიცოდეთ ერთი რა რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ფარველობს ნუ ეს ჩვენ ვიცით ქრისტიანები ფარველობს საქართველოს ყოველთვის ღმერთი ფარველობს საქართველოს ყოველთვის და ივანე ოქროპირი ამბობს ზმანოდა დანო რომ აუცილებლად ჩამოწერე შენი სასწაულები შენ ცხოვრებაში რა სასწაული გადახდა ჩამოწერე აი ღმერთმა რომ გიხსნა აი ჩამოწერე ეს სასწაულები ეს სული სასარგებლოა იმიტომ რომ ადამიანი ხო იცი ავიწყდე ზმანოდა და იგონება შეანა ჩამოწერა იმით აკაი რომ ჩახედავ გაიხსენებ და სულ ადიდებ ღმერთს და ამით ნახავ ზმანოდა და აუცილებლად ამ დასტურს რომ ღმერთი ჭეშმარიტად ფარველობს შენ და აი მე ახლა ოქროპირის შევასრულე და ჩემ მაგალითზე ავიღებ თქვენ მაგალითი გაიხსენებ რამდენჯერ გადამარჩინა პირადად მე ღმერთი ბავშვობაში 4-5 წლის კვდებოდი ეს მე არ მახსოვს რაღაც გუნდოვნად მახსოვს რომ თუნდაც ვიყავით ესეც მახსოვს რაღაცები მელანდებოდა ბატები ოთახში რაღაცები და მე ბებია ნუ დედა მამა მიყვებოდა 4-5 წლის იყავი 4 წლის მე მგონი ვიყავ კვდებოდი აი კვდება მოვკვდი რა ჩათვალით მოვკვდი და სასწაულებრივად ერთი მეფის ვერაფერს რადგენდენო და სასწაულებრივად გამოჯამდებდი მე ამ უნდა ვადიდო ღმერთი არა მეორე მე ხა დიდ ნახტომებს ვაკეთებ მე გეტყვით ნიუანსებში და პატარ-პატარა სასწაულებზეც ვიტყვი ზოგადად მეორე მე ესეთი ძალიან ესეთი დიდი მასშტაბის ასე ვთქვა ჩემთვის 13 წლის მომადგნენ ქობულეთში ნუ მერთვაუშველოს კიდე გეუბნები არავინ მემეტევა მამა ნუ ავასაკები რა დანებით აი ხელ დანებით წახსნა 13 წლის და რაღაც მოხდა კიდე აღარ მახსოვს ვეღარ მახსოვს ისტორიას და მომადგენდა ხედავ რომ უნდა მომკლა რა ლაპარაკობენ კიდევაც ეს იყო ვიღაც ერთი ნაცნობი ბიჭიც ჩემ ხელა მოყავდა ეს იყო ვერაგ ჩამავლეს კიდევაც და გამიყვანეს ცოტა ისე უკვე კუთხეში იქ მიმავლულ ადგილზე და რო ხვდები რომ რა ყველას კაი ვარიანტია რომ ისე დამჭრია რომ თუ გადავჭე ამას ხვდები მაგრამ ხვდები რომ კლავე რა უნდა მომკლან დამჭირ მომკლავენ ალბათ და ნუ აღმოჩნდა ხარ ვარ დავწნევამდე ამის რატომღაც ჩემზე რატო ნუ ეს უკვე სხვა საკითხია ჩემზე უთქვია ცილი დამწამა რომ ამანო დედა მაგინაო ჩემზე იმას აჭარაში როგორ ვაგინებდი ახლა დედას აჭარას და ისო რაღაცები მიწოდაო კიდე ვიღაცებს დაადო ხელი ბიძაჩებს იმას ქნაო ამ ბიძის შვილები იყვნენ ეგენი და ვითომ ესე იგი მე ვიღაცა ვაგინი ამა და ლანძღე და ასე შემდეგ და დედა მაგინაო და დედა გაგინათო და სრულიად ამ საკითხში ვიყავი წმინდა ესე იგი არაფერი არ დამიშავებია მაგრამ აი ესე და მორჩა რა კლავენ აწეული ხონდა და ესე ხონდა დანები და ერთადერთი უთხარი ამას როგორ არ გწვენია რას ლაპარაკობთ კიდე ახლა როგორ გონია სადაც იქამდე მივიდა რომ ეს უსიბრწყილობა გააკეთე ჩემი სიტყვებით გარდაიქმნებოდა მერთმა შეუტრიალა თქვენს მამაზად და არა ამათეუნა მოგაწყვეტ გაგეხურეთ ამას არაფერი არ უთხნებოდა მოტრიალდნენ და ამას ეჭუბებოდნენ მე შენ გიჟი გვარახარა და მე რამდენი წამოედნენ გადავჭი სასწაულებს 14 წლის უგონოდ გავითიშე თუ 13 წლის ვიყავი 14 წლის უგონოდ გავითიშე ხანისწყლის პირას და რატო გავითიშე ხა ნუ ბავში ხო იცი არა გაქვს გამოცდილება და იქ ვინც ვაშკაცები ხარ წავოდით არამე დაულიოდო ვიღაცამ თქვა იქ ერთმა ქვიანმა და
მე ახლა ვინც ვაშკაცები ხარ წამოდა წავედი და იმ ჩურჩუტვა მასლა და მე არ ვუჩვენე არხის ზალი სპორტსმენი ვიყავ სვი და გავიტიში მე ალბათ მიმატოვეს თუ რა ესე იგი გათიშული აი ესე წავიქეცი მე რეტყვა სათმოცამო და კლდის პირას და აი ესე მივსრიალებდი უკვე 1-2 მეტრა იყო დარჩენილი ხანის წყლა და ჩამაგდებდა და მორჩა დავიხრჩობდი შემთხვევი აი იური კარაბაკია ჩვენი მრევლი მის ძმა გადამარჩინა ჩემი ტოლი იყო იურის ძმა და თურმე იურეს ძმა უნდა წამოსულიყო სადღაც აი როგორც ავდიოდით სათავედან ესე იგი დაბაში ავდიოდით ისე უნდა წამოსულიყო და რატომღაცო მე მითხრა რომ წამოვედიო ქვემოდა ბილიკიდან ესე ცოტა სხვანაირი სხვა გზით რა და ესე იგი ზუსტად წამოვიდა კიდევ და მომისრო წამებში და საშას ბეძა საშაო ნახეო და მეგობრებთან ერთად და მოვარდნენ და ესე ამომიყვანეს და გადამარჩინა ესეც ხო უდიდეს სასწაულია რა 19 წლის ჯარში სრულიად გავითიშე რატო ვამბობ ხა თქვენს მე რო გაიხსენე სრულიად გავითიშე და ისე გავითიშე რომ მიმიყვანეს სანჩასში ასე ერქვა პატარა საავტომობილებს იქვე იდგა და იქ იყო ვინმე ფერშავი ძალიან გამოსილი იქ მას უნდა დაეტოვებინა უკვე მისი მორიგო გარიყო და შერჩა ნახევარი საათი შემთხვევით რაღაცა შერჩა და ლაბარაკო ის არ ყოფილიყო სხვები მეუნებოდნენ ეს დედები და ისინი რომ ესე იგი ვერ გადარჩებოდი ის იმან ივაშკაცა თურმე რაღაცებს სასწაულებრივად გადამში ეს ხალხი მოდიოდნენ და მიიღურებდნენ როგორც სასწაული ჩემ შემდეგ 22 წლის მოვიქეცი და გახსოვთ ეს ხშირად ვილაპარაკე რომ მოვკვდი ხალხო აი მოვკვდი მოხდა ესე მოვკვდი 31 დეკემბერი იყო და თენდებოდა ესე იგი ახალი წელი მოვკვდი და ხედავ ტარივა როგორ აი გოგონება რა და მაშინ უფალო მიშვენეთ და ესე იგი რამდენ ცოდვაში და რანაირ ცოდვაში არ ვიყავ აი დღიდან ზმანო და დანო ნუ ცოდვილი ვარ და უამრავ ცოდვა ეხლაც ჩავმიდენია და ყველა ძიმე ცოდვა რასაც ვაკეთებდი არაფერი აღარ გამიკეთებია მომენტალურად გარდავიდება ზმანო და დანო შემდგომ უკვე ვარ მღვდელი და მოლოცვა იერუსალიმში იერიქონთან იქ ატყდა ერთი ამბები არაბებსა და ებრაელებს შორის ებრაული ავტობუსით მიდიოდი და იერიქონთან გადაგვიკეტეს არაბებმა გზა ლოდები დაგვაღარეს და კლავდნენ ბებუთი და ესე გამოგჭირდნენ ხელს უკვე უთხარი იყო ეს მე დავემშვიდობე ოჯახს ორშვილს ტიროდი ხანეს წამოს და რა მინდოდა აქ მათი მაგრამ ისეც კი ვთქვი რომ არა აქ როგორ არ მინდოდა ქრისტეს იმერი ესეც მოვასწავლი მე თქვა დიდება უფალს და შვიდობით ოჯახობეთი თქვი 100% ვტებით კაცო და დიდება უფალს სისხლები მოვდის აი მთელი ამბავია რომ მე უკვე იობს თავი გატეხილი უკვე და ამოდიან ეს არაბები რო შეხე დანები და დამთავრებული ამბავია ღამის 3 საათია და 2 მოვდიოდით იქიდან ნაზარეთიდან და იერუსალიმში მიდიოდ ჯვრის მონასტერში და ძმანოდა და შემთხვევით გამოიარე პოლიცია ისრაელის და დაიწყო ავტომატის სროლა და გაიქცნენ ის აი ესე გადავჭით ესეც ხო უდიდესი სასწაულები ჩემი ეკატერინე მესამე სართულიდან გადმოგვივარდა 12 წლის იყო და ესე იგი ფერისვალება დღეს და სასწაული ის იყო რომ გადარჩა ბევრი გადმოვარდნილა და გადარჩენილა ხო სიმაღლიდან მაგრამ ნუ სასწაული იყო მაგრამ სასწაული აქ რა იყო იმ ადგილზე სადაც ეკატერინე დავარდა იყო წინათით იყო თხილის სარები აი შუბები წარმოიდგინე ჩადებული რომელიც 6 წელი 7 წელი იქ იყო მაგრამ რა მრავალი წელი მარო ბებო მეზობელო იმ შვადღე დღეს სანამ ეკატერინე გადმოვარდებოდა ეს სარები აიღო და გადადო სადღაც იქით სხვა ადგილზე და მე რო ეკითხებოდი რატო გადა არ ვიცი რატო 6 წელი აქ იყო ხელი არ მომიგიდო რა ვიცი ავიღეო რატომაც ვიფიქრე ამ საროებს აკლა უნდა და გადავდო იქ რო ჩამოვარდნო და იმ სარებზე ხო გესმის რომ სასწაულებრივად გადარჩენილი ერთი მქონდა ესეთ შემთხვევა 3 წლის იყო კონსტანტინე
და უცებ დაემართა რაღაც სასწაული, შავი ძაღლიო იძახეს მამა, შავი ძაღლი და всё მორჩა და ვიღუპებით რა ბავშვი შავი ძაღლი, კანი ესე ჩავიხუტე, არაფერი არ გამოდის, ლოცრო პიჭა არაფერი და უცებ მეუნება მამა წავიდაო და კოცნის ეს პაიკარი კოცთან. ნუ ეს ხა მას ვერ ყვები ეს სასწაული და ჩემი სიმონი იყო 8 წლის თუ 7 წლის იმ ხელა შუშა გადმოვარდა და ხელი თლიანად თითქმის ჩაეჭრა წევას მანოდედა და რაღაც სასწაულებრივად ნუ გადაურჩინეთ ის რომ შერჩა ის ხელი მანოდედა და ნუ უამრავი სხვა რამე თქვენ ცხოვრებაში იქნა მილიონი მანოდედა მილიონი რაც რო გინდა და არა გაგდა მოგივა პარტელურად მოგივა და ფული მოგივა და იყიდი რაღაცა რო არა გაგდა რაღაც სასწაულები ეს ხო მილიონი აი ეს ხო ათეისტებს ცხოვრებაში ხდება მანოდა ეს ხო ათეისტების ცხოვრებაში ხდება მარტო მე ხო არა და ჩვენ არა ვართ ეს ხო ათეისტების ცხოვრებაში ხდება 1000 სასწაული ბავშვი რო იქიდან გადმოგივარდება ათეისტების ცხოვრებაში ხდება და გადარჩება როგორ არ უნდა გადაიწერო ფიჯვანის რა უნდა იყო რა ადამიანი უნდა იყო ვინ უნდა იყო ვინ ხეთსი უნდა იყო ძმანოდა დანო რომ ღმერთი არის წამოდა ასე შემდეგ თქვას ისრაელმა რამე თუ უკუნისამდე არ წყალობდა თისა ესე იგი ფსალმუნი ერთ თქვენ იცით სადაც თქვენ ისრაელმა თქვენ ყოველმა მოშიშვა რომ უკუნისამდე არ წყალობდა თისა ხო აი იმიტომ რომ აი ეს დავითის ცხოვრებაში ჩვენ ცხოვრებაში ვხედავთ ღმერთს და დავითი ხო სასწაულებს ხედავდა ძმანოდა დანო და ამიტომ დაიწერა ესეთი ფსალმუნი ძმანოდა დანო და აი ჩვენ მადლობთ ღმერთს და პროფიტი ამბობს რომ ჩამოწერე ეს ყველაფერიო ჩამოწერე და მადლობდე ღმერთსო ნახე აი ეხლა რაც ვილაპარაკე ამის ასე ვთქვათ რეზიუმე ბიბლიიდან ძმანოდა დანო თქვენ იცით ისრაელი იაკობი რო კვდება 120 წელი იცხოვრა იაკობმა დაახლოებით მოდითო მომიყვანეთო ხო ბრძანა შვილები და შვილიშვილები რომ დავლოცო ცუდად რო გახდა იოსებმა მიუყვანა ეფრემი და მანასე და თქვენ იცით ეს ნუ აღარ გავჩერდე მე ერთ ადგილზე მინდა გავაჩერო თქვენი ყურადღება ღმერთმა აკურთხოს მოფუცებულმა იაკობმა დაბრმავებულმა უთხრა თავის შვილიშვილებს და იოსებს ღმერთმა აკურთხოს ეფრემი და მანასე ღმერთმა რომელიც მწყსის მე დაბადებიდან ვიდრე დღემდე გამიგე აი ჩვენ ცხოვრებაც ესია როგორ არ უნდა ვაღიაროთ რომ ღმერთი ჩვენ მწყსის წემსავს დაბადებიდან ვიდრე დღემდე და თუ ვიქნებით მისი მოჩილები ბოლომდე ჩვენ წემსი იქნება ძმანოდა დანო ღმერთ ფაქტს აი ესე იგი აი ეს არის ჩვენი ცხოვრება და როგორ შეიძლება ამ ცხოვრებაში ღმერთი არ წამდეს ძმანოდა დანო აი რაც მე ვთქვი ეს ეხლა რაც მე ვთქვი ეს ხო პირდაპირ უთხარი დასტურია ღვთის არსებობის ეხლა რამდენი ხარ თქვენც ალბათ მოიყვანთ ესეთ 14 მაგალითს თუ მეც თუ რა ვიცი რამდენი სასწაული ესე იგი აღესრულება ჩვენ თვალწინ იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებიან სათხარი ეს სასწაულები აი რაც თქვი ეს სასწაული არ არის და ის რომ სასწაული შეჩერდა ჩვენ ცოდვების გამო ხო ის რომ მაგრამ ჩვენ ისტორიიდან ხო ვიცით რომ ქრისტიანობას წარმართები ვერ მიიღებდნენ თუ არ მოხდებოდა სასწაული აი ეს არის დასტური იმისა რომ ნამდვილად აღესრულებოდა სასწაულები ძმანოდა და აი მე დავასრულო მინდა მეფე გიორგი მეშვიდის წერილით ჩემი დღევანდელი ქადაგება მე მინდა ვერ მოვასწრებ მაგ სპადროს შევეხებით ამ საკითხს ძმანოდა დანო რომ ბიბლია და საქართველო მიაქცეთ ყურადღება და ყოველთვის ეს გაითვალისწინოთ ბიბლია და საქართველო არის განუყოფელი ჯერ იმ პირველი აღთქმის გამო იმიტომ რომ ის აღთქმა ის მესია რომ მოევლინებოდა კაცობრიობას შვა დედაკაცმა ქალწულმა ღვთისმშობელმა რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ფარველი და წილხდომია საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ძველი ბერძნები და ძველი ქართველები და ყველა
ქრისტიანები საქართველოს უწოდებდნენ ღვთისმშობლის ბაღს და ასევე დიდი კავშირი მეფე და პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, ნეშტა პირველ და მეორე წიგნებისა, იმიტომ რომ იქ არის დავით წინასწარმეტყველის მეფეზე ცხოვრებაზე არის ეს წიგნები აგებული. ხოლო დავით მეფის თამომავლები კიდე ჩვენი ბაგრატიონებია. და აი მე მინდა წერილი წავიკითხო თემურ ლენგს რომ იწერა გიორგი მეშვიდე, პატარა წერილი. რადგან უსჯულო ხარ ხო, სანამ ამ წერილს წავიკითხა რა მინდა მიაქციოთ ყურადღება თქვენ საქართველოს ისტორიაში ყოველთვის იპოვეთ ფარველობა ღვთის. მარტო იმის თქმა რომ ოქროს ხანა იყო საქართველოში მე-12 საუკუნე მერი აღარ ყოფილა მიგვატოვა ღმერთმა ეს უსინდისობაა ძმაო და იმ ოქროს ხანას რო ვედრებით ჯერთი თუ ავდგებით და კარგად დავაკვირდებით ჩვენ ძალიან ბევრჯერ გქონდა ოქროს ხანა ჩვენ ქართლოსი რომ მოვიდა საქართველოში იყო ჭეშმარიტი ღვთისმინდევარი და ძალიან დიდხანს ჩვენ ვიყავით ბედნიერი შვიდად ცხოვრობდით ამ დიდებულ ქვეყანაში ძმანო და დანო და ესე იგი ეს იყო ოქროს ხანა დასაწყისი იწურებოდა ღვინო სასწაული პურმანილი ჰქონდა ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა ქართველებს მე ავიღოთ როდესელის პირდაპირ რო არქვას რომ ეს მოიგონეთ როდესელი ბერძენი პოეტი ზმანოდა და პირდაპირ წერს არგონავტები რო დაწერა პირდაპირ წერს რომ ბერძნებს ესე იგი არც კი დაესიზმრებოდათ ისეთი სასახლები სახლები და ის კულტურა და ის ყოფა ცხოვრება ინფრასტრუქტურა ასე ვთქვათ თანამედროვე ენით რაც ქართველებს ჰქონდა და აღწერილი ეს თქვენ გახსოვთ ამ პოემაში ზმანოდა და სასწაული რა რომ პირ დარჩენილი უყურებდნენ აიეტის სასახლეს ზვანოდა და სადაც როდესელის თქმით გამოდიოდა მარა 24 საათის განმავლობაში გამოდიოდა სააკაშვილა იმიტომ აიღო მე ისუნდოდა გაეკეთებინა სტუდიაზე არის რომ მილი იყო 4 ერთ მილში გამოდიოდა ღვინო ერთ მილში გამოდიოდა რძე ერთ მილში გამოდიოდა ცივიწყალი და ერთ მილში გამოდიოდა ზეთი წარმოიდგინე კვარცხლების ზეთი წარმოიდგინეთ სასახლეს ეზოში და ოქროს ხანა ჰქონდა ჩვენ მივიან მეფის დროს რომ მივიღეთ ქრისტიანობა ოქროს ხანა არის ხო ვიდრე ვიდრე ვახტანგ გორგასალი არ გარდაიცვლებოდა კი იყო ბრძოლები იყო მძიმე მაგრამ ოქროს ხანა იყო აბა რა იყო იალბუსიდან არარატამდე იყო გაჭიმული საქართველო ზვანოდა და ჩრდილოეთ და სამხრეთის საზღვრები რო ავიღო მე ოქროს ხანა იყო დავითი და ბაგრატი მე რო გაემართიანდა საქართველოს ოქროს ხანა არის ხო და იქ სულ მცირე რაღაც 30 წელია თურქების შემოსევები რო დაიწყო ეს 30 წელი რომ ავიღო მაშინ გადაბმულად ოქროს ხანა იქნებოდა მე-11 მე-12 მე-12 და მე-13 საუკუნის პირველი მეოთხე ზმანო და მე ოქროს ხანა მე გიორგი მწვინვალის დროს ოქროს ხანა არის ხო და კიდევ რა მინდოდა მე თქვა რომ აი ესე რომ დავაკვირდეთ ჩვენ ოქროს ხანა დიდ ბევრჯერ ჰქონდა აი მაგალითად მე-16 საუკუნის ბოლოს მართალია დაიხო საქართველოს დაყოფილი იყო და ძიმე მდგომარეობა იყო მაგრამ აი ნაწილი საქართველოს კახეთი მაგალითად დაყავდა ალექსანდრე მეორის დროს და ნახეთ რეზიუმე რას ამბობს მემატიანე ისე გამრავდა კახეთი და ისეთი პურმანილი ჭამასმა და ყველაფერი და ბედნიერება იყო ძნელად იპოვებოდა სანადირო ადგილები იმიტომ სულ გაშენდა და მოშენდა ქართველობა კახელები ეს იყო მთელი 30 წელი გრძელდებოდა ასევე მე მითქვა ზვანო და დანო რომ კომუნისტების დროს ნუ რა ოქროს ხანა ხო მაგრამ ნომერი პირველი რესპუბლიკა ვიყო ზვანო და დანო და იყო ბედნიერი ცხოვრება მათხოვარი არ არსებობდა საქართველოში თუ კაცის ყოლა მოხდებოდა ეს იყო რაღაცა მთელი ეტიროდა და გაუგნებული იყო მთელი ასე რომ რაღაც პატივისცემა არის ხო ოქროს ხანა ასე თქვა გარკვეულ წილა მოდი ამ წერილს და დავასრულო მურმან ისა თემურ ლენგს წერს ჩვენი მეფე გიორგი მეშვიდე რადგან უსჯულო ხარ ეს არ ამარტო თემურ ლენგს ყველა უსჯულოს ეკუთვნის რომელიც დღეს ძმაო და ესე უსირწყვილო ჩვენს ქვეყანას ჭამს უნდა ჩვენი ამოწყვეტა და ამას პრაქტიკულად აკეთებს თქვენ ხედავთ ყველაფერი გაცდეთ არც
გეცოდინება წინასწარმეტყველთა მიერ თქმული, რომ უფალი ამ პარტავანთა შემუსრავს. ეს დიდებული სიტყვები ამ წითელ ხაზივით გასდევს წინასწარმეტყველების წიგნებს მანო და დანო ამ პარტავანი კაცი დაისჯება, მოძალადე კაცი დაისჯება, ის ვინც სხვა ქვეყნებს იპყრობს დაისჯება ესეთი კაცი. აგერ აფხაზეთზე ხო რამდენჯერ ვთქვით, ვარდა პირველი არძიმბა კიბოთი მოგდა, მეორე აღარ მახსოვს მაგათ სახელები, მეორე კიბოთი მოგდა, მესამე იმაში ავარიით გარდაიცვალა, მეოთხე დაბნეული ეხლა ალბათ რაღაცა ეწევა იმ საცოდავს და ვინც კი აღიარა აფხაზეთის მანუ და ვენესუელას პრეზიდენტი კიბოთ ჯანმრთელი კაცი და კიბოთ აერთა და მოგდა ხო გახსოვდეთ უგოჩავის ხო და ეს ისე უფალი ამ პარტავანთა შემუსრავს პუტინზეც ამბობენ კიბოავს იმასაც კი ამბობენ მოგდა პუტინი და სხვა მაგრამ კიბო რო ჭირს პუტინს ეთქობა ხო გახსოვთ როგორ დადიოდა და ეხლა რა დღეშია რაღაცა ჭირს ნუ მაგრამ ზედა დიდარია რომ ალბათ გამოუცვალოს ყველაფერი გულღვიძლი და დადის ჯერ ხოლო დაბალთა მოსცემს მადლი ხოლო დაბალთაო მოსცის ღმერთმა მადლი ჩემი მეფობა არ არის უმცირესი შენზე მიაქციეთ ყურადღება ჩემი მეფობა არ არის უმცირესი შენზე ის მსოფლიო პრობლემი მეფე იყო რადგან დავით წინასწარმეტყველთა ძილითგან ვარ წარმოშობილი ბაგრატიონები ღვთისგან ვართ მიროცხებულნი და მისი განგებით მეფო ჩვენი დავით მეფის და წინასწარმეტყველის ტომისანი ვარ რომელზედაც ბრძანა უფალმა ერთ გზის ვეფუცო წმინდა საჩემსა დავითს და მე არა ვეცლო მას ნაყოფისაგან მუცლისა შენისა საყდართა შენთა დავაყენო უკუნისამდე ეს ღმერთი რო ეუნებოდა ამას დავითს ღმერთმა ხო წინასწარ იცოდა ყველაფერი მაშინ ხო იცოდა ღმერთმა რომ ეს სიტყვები უკუნისამდე არ ახდა ებრაელებზე მე მალე შეწყდა ნუ მალე რაღაცა 1-2 საუკუნის 3 საუკუნის შემდეგ და რა უფლის სიტყვები ტყვილი იყო და ბაგრატთან ბაგრატულობალთ მე 6 საუკუნეში იესეს ხლორდის საქართველოში აღმოცენდა ძმანო და დანა და მე მართლა უკუნისამდე იყო აი როდემდე იყო ხო ეს სასწაულე გინესის წიგნში არისო შეტანილი ბაგრატიონთა დინასტია და ჩვენ მეფეს აუცილებლად აღვადგენთ კიდევაც ეხლა დაიწყო რაღაცა არ ვიცი მეფეებზე ამათი შვილი უნდა იყოს მეფე და იმათი ვისი შვილი ძმანო ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ მეფე ცოდვილია დავით წინასწარმეტყველი და აღმაშენებლის გალობანის სინანულისანი წაიკითხეთ რა შვაშია ეს იდეა მეფობა ეს დიდებული რამ არის ძმანო და და ესე ნუ შევხედავ ის დავითია რომელმაც შურდულით მოკლა გოლიათი და მისი ქედმაღლობა და მეხტის განგები და მრავალ მოწყალებით ვარ დადგენილი საქართველოს მეფე და უნიშნელოვანესი ამ წერილიდან მისივე მადლი არ მისაქვს ჩვენზე ხელმწიფების უფლება გამიგე აი დღევანდელი დღისთვისა ეს ძალიან საინტერესო ღვთის მადლი არ მისაქვს ჩვენზე ხელმწიფების უფლება ასე რომ უნდა დავწყნათ და ჩინაგანად რელიგიურად უნდა ჩვენ გული გვისხდება ისეთ შემოსევა ხო აგერ გაინაწილა თუ რომ ის ვერ დამახსოვრე არც მინდა და ოდოღან რა ქვია ინაწილებს იმათგან მთელი საქართველოს დასავლეთის თურქეთის არის რამ გახო რიზე და ბათუმი მოგისმენიათ ალბათ ეს ჩვენია და აქეთ ირანის დღესასწაული მოხდა იქ პრეზიდენტმა განაცხადა ჩვენო 200 წლის უკან ჩამოგვარტვა რუსეთმაო ეს მიწაწყალიო ჩვენი და მოჭრა აღმოსავლეთ საქართველოს მანდა და ესე იგი უკვე ინაწილებთ მანდა და გამიგე ისინი მტრები ინაწილებენ და ჩვენ არ ხეინათ ვარ მაგრამ ერთი სიმედი კონდე ღვთის მადლი არავის აქვს ჩვენზე ხელმწიფების უფლება ანუ ეს ღმერთმა იცის მიცემს უფლებას თუ არა და მიცემს იმ შემთხვევაში თუ ცუდად მოიხცებით რადგან მხოლოდ ერთ ზეციურ მეფეს იესო ქრისტეს ვემორჩილებით მეფობა შენი ესე იგი თემურლენდის მეფობა შენი სწრაფ წარმავალია იმ ქვეყნად მარადიული დაუშრეტელი ცეცხლი მოგედეს ეს მოელის ყველას ვინც საქართველოს შეეხება ვინც საქართველოს შეურაცხყოფს რომელიც ბოროტის მსახურთათვის არის განკუთვნილი შენთვის და შენ სახურთათვის ხუთგზის მოსულხარ აქ დაგიოხრებია ჩემი სამშობლო
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ესეც იცოდე, რომ ყოველივე შენი ძალმოსილებით კი არ ხდება, არამედ ჩვენი ცოდვების სიმრავლის გამო. ქართველებს ასე წრთვნის უფალი. სასწაული წერილი წმინდა. დავასრულებ ჩემ გადაგებას ზაურ გოლფაძის ჩემი მოგვარის ლექსის ფრაგმენტით უფრო მეტი დაგებადოს ერის მშვენი არ ყოფნიდეს აკვნებადაც შვილთა შენთა ტყენი შენ ამინ აგროცოთა გაგახმა თუმცა უმძიმესი მდგომარეობა მაინც ვიტოვებთ იმედს რომ მე აუცილებლად დავხარავს ქრისტიანების რომ იმედია რომ საქართველოში ქრისტიანობა არ მოისპობა და ქრისტიანების მოშურნეობით მე აუცილებლად დავხარავს ამინ